Qolis მეოთხე ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში საკუთარი პროდუქცია ტრადიციული და ევროპული მეთოდით დამზადებული წარმოადგინა ყოლის 20-ზე მეტმა მწარმოებელმა. ფესტივალზე მიმდინარეობს კონკურსიც, რომელიც საუკეთესო პროდუქტს გამოავლენს. ყოლის გარდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინო და ქართული ტკბილეულიც არის წარმოდგენილი. ფესტივალის სამეცნიერო ნაწილიც აქვს, რომელიც ყოლის 80 საუკუნოვანი ჭურჭლის მინაბაძებისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენას გულისხმობს. ფესტივალზე მეყველეთა გილდიის პრეზენტაციაც გაიმართება ისტორიული პერფორმანსის ფორმატით. ქართული ყოლის პოპულარიზაცია, ასევე როგორც სხვა ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია არის აუცილებელი ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. კარგია, რომ ეს ფესტივალი უკვე ტრადიციულ სახეს იძენს. დღეს წელს არის ძალიან დიდი მასშტაბის, მრავალი სახეობის ყველი, ასევე სხვა ქართული პროდუქცია, ღვინო, შურჩხელა, ჩირი არის წარმოდგენილი ამ ფესტივალზე. ჩვენ ვართ ამ სათაურით გამოსულები ქართული ყველის ათასწლეულები და მისი ევროპული მომავალი. დიახ, ქართული ყველი როგორც არ უნდა გაუკვირდეს დღეს მაყურებელს, არის 80 საუკუნეზე მეტის. დიახ, ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური მინაბაძები გამოფენილია დღეს მუზეუმის ტერიტორიაზე. აქ ნანახი, აქ განცდილი, აქ დაგემოვნებული მაძლევს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოში ეს დარგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს, როგორც ადგილობრივი სასარგებლო უნებელი პროდუქტებით ჩვენი მომხმარებლების მომარაგებაში, ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში. ჩვენი კომპანია გახლავთ ვაიოს ველი და ძირითადად ჩვენი პრიორიტეტი არის იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული პარმეზანის ტიპის ყველი, ხიზაბავრული ბატისტა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენთან მზადდება. ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს